მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, ეს გახლავთ დღე არის ხუთშაბათი, ჩემო ბატონო, თავის დავაცხადია. რა ვიცი, დროც ის არის, რომელიც იყო წინა ხუთშაბათს. ეს არის გადაცემა ჯაპანას პაპანაკება და არის რადიო სივრცე 98.5. მაგარი სივრცე, ძალიან კარგი სივრცე. დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ბატონებო და ქალბატონებო. როგორც ხშირად არის, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეს არის ადამიანი, საერთოდ მისი ოჯახი მიყვარს, მისი მეუღლე მიყვარს, საერთოდ თვითონ მიყვარს, როგორი მშვენიერი, როგორი ლამაზი, როგორი კეთილშობილი, როგორი მარგალი, თან მარგალი ხო იცი, მან გიყვარს ეს მარგალები ხო ნაცისტებს გვეძახიან, ისე ვართ ერთმანეთზე შეყვარებულები, რომ ცოტა მონაცისტო ადამიანები ვართ, ჩემო ბატონო, ამასთან დაკავშირებით რაღაცა იმაც ავითავართ, ხო იცი, მეგრელებზე ამბობენ, რომ გაჩავენ. გვაბრალებენ, სეპარატისტები ხართო. სეპარატისტები ხართო და ანუ ჩემ მეუღლესაც ვეძახი, სხვათაშორის მეუღლე მაგას, რომ ის საშინელია საერთოდ. მე კიდე ის იძახის, რომ მეგრელი არის უნიჭიერესი, აი, არ არსებობს რა გაფიცული არ. როგორ ახარ, ნანა, ჩემო კარგ ადამიანო, 1-2 სიტყვით ვიწარი. კარგად, არამიშავს ნორმალურად ღვთისწყალობით. კარგად ვარ, ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე. მადლობა მობრძანებისთვის, დიდი პატივია ჩემთვის. საოცარი ატმოსფეროა, მშვენიერი, არ ველოდი მართალი გითხრა, ასეთ სიმყუდროვეს და ძალიან მიხარია რომ ბოლო მოვედი, მოვახციე შენამდე. დიდი მადლობა, ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი პატივია ჩემთვის. იცი შენ როგორ მიყვარ ხარ. მე შენი და შოტიკოს ყოველთვის ვამბობ და ვიზახი რომ ბედნიერება მომცა ღმერთმა რომ სიყვარულის აკვანთან კი აღმოჩნდი ერთი პერიოდი, აი, რომ ერთმანეთთან რომ იყო ეგეთი ამბავი, აი, ეს არ დამავიწყდება რა ისეთი იყო რომ აწევდი აკვანს. ხო, იყო ეგეთი ამბები და რაღაცა ერთად სწავლობთ ჩვენ და ერთად გამოვიარეთ ძალიან ბევრი პერიოდი, ძალიან კარგი. ხო, ძალიან ბევრი რამე მაგ კაი გასახსენებელი ომი, მშვიდობა, ყველაფერი გამოვლინდა. რომ მეუნებოდნენ კაცო მშობლები რომ თქვენო არც გიშიმშილიათო, არც ომი გინახავთო, ყველაფერი ხო ვნახეთ. ყველაფერი ვნახეთ. თუ რამეს ანახე, ომი იმდენი ვნახეთ, რომ ვინ ნახა ამ პატარა მოკლე პერიოდში მაგდენი ომი რა. ჩემო კარგო, დავიწყოთ მაშინ როგორც იწყება ჩვენი ცხოვრება ბავშვობიდან დავიწყოთ. ეხლა ჩემო კარგო, ნანა, ეხლა რადაირი ბავშვი ვიქნები და წამოიჯერ ეხლა ლამაზი ხარ და მე ვიყავი ლამაზი ბავშვი და ეხლა შენ როგორი ლამაზი ბავშვი იქნება? არაფერი ლამაზი ბავშვი არ ვიყავი მე. არა, ვიძახი რომ პოტკუნა ვიყავიო, მაგრამ აი სულ პატარა. არა, იცი რა არის? დიდად რო გითხრა რომ აი ჩემი რაღაცა არაფერი, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი აბსოლუტურად. ხო და რა ხდებოდა? და მაინტერესებს, ეგ რო იზრდებოდი ხა, მაინტერესებს ვილაპარაკობ მშობლებზე. მამა ვიცი, მაგალითად მამა იყო, შენი მამიკო იყო ჩემი სიმამრის მეგობარი და ახლობელი, ჩემი ვაჟაბესელია იყო ეგეთი და ისინი ახლობლობდნენ და ის ძალიან იმდენი რამე აქვს, რა თქვა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და თან იყო რაღაც წიგნები გამოცემული და სამეგრელოზე შეყვარებული საოცრად, ხო და ისტორიკოსი და სერიოზ, აი ამასთან დაკავშირებით დედა, მამა. ეხა კაი რამე გამახსენდა. როცა დაიწყოთ ყოველთვის ძალიან ბევრს კითხულობდა. ნუ აი ჩვენთან იმდენი წიგნი იყო. აი ვარგო და არ ვარგო და ყველანაირი წიგნი, ყველაფერს იპოვიდი. პატარა ბიბლიოთეკა მქონდა. და მამაჩემს ყოველთვის ჰქონდა აი ეს წერისადმი საოცარი, აი როგორ კითხრა, უნდოდა სულ წერა და მით უმეტეს ასაკში რომ შევიდა, თქო, ნაკლები საქმე ჰქონდა. დაიწყო მე ისტორიული წიგნების წერა, კვლევები, ძალიან საინტერესო წიგნები აქვს. იმდენად და ნუ რა თქმა უნდა, ესეთი აქცენტი სამეგრელოზე კეთდებოდა, კოლხეთზე ბევრი წიგნი აქვს ამასთან დაკავშირებით და მახსოვს რომ შოთა აფორმებდა მე ამ წიგნებს. დიზაინი შოთას პრეროგატივა იყო და ერთხელ იმდენი წიგნი დაწერა მამაჩემ შოთამ იმდენი გააფორმა და შოთამ თქვა რომ კაცო ის გამიკვირდაო რომ სამეგრელოში რომ შევდიოდიო რომ შევედიო აი სამეგრელოში შევდივარო გამიკვირდა რომ მამა შენის ძეგლიო არსად არ იდგაო ველოდებოდი რომ მამაჩემმა იმდენი ლაპარაკა სამეგრელოზე რომ ალბათ ძეგლი ცოტა ძეგლი ბიუსტი მაინც უნდა იყოს მაგრამ არა ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა მაგრამ ნუ იყო მამაჩემს ჰქონდა ეს საოცარი სიყვარული საქართველოს ქვეყნის ძალიან პატრიოტი კაცი იყო და თავისი კუთხე განსაკუთრებულად ხაზგასმით უყვარდა და ეს ახლა მე მგონი აბსოლუტურად გასაგები ამბავია და დედიკო
დედიკო პედაგოგი იყო, ფიზიკის მასწავლებელი იყო და სხვათა შორის ხა ფიზიკის მასწავლებელი ხო წარმოგიდგენია რომ ყოველთვის რაღაცა მკაცრები არიან. მე მაგალითად მყავდა ისეთი ფიზიკის მასწავლებელი რომ ღამე არ მეძინა როცა ვიცოდი რომ მეორე დღეს ფიზიკა მაქვს. ძალიან მკაცრი იყო, აი ძალიან მკაცრი იყო. სად უბანი მაინტერესებს სად დაიბადე? პირველ სკოლა იქ სადაც დაიწვა. იქ გაჩდი შენ, იქ დაიბადე. ბავშვობიდან იქ ცხოვრობდი რა. ხო და ჩემი იყო აი აბსოლუტურად არა ფიზიკის მასწავლებლის მსგავსი ადამიანი იყო ძალიან რბილი, თბილი. აი დღესაც მისი მოსწავლეები როგორი სიყვარულით იხსენებენ. იცი იმ დღეს ერთი მოსწავლე შემხნა რამოდენიმე დღის წინ და ტიროდა. ნუ შემთთვის იცი როგორი რამეა რომ მე მგონია რომ დედაჩემს ეს ყველაფერი ესმის, იმიტომ რომ მახსოვს ადრე რომ სანამ ცოცხალი იყო ეს მისი მოსწავლე რომ შემხვდებოდა და მოკითხვას დამაბარებდა რომ ამას ვეტყოდი, ნუ ბედნიერი იყო. ამაზე დიდი საჩუქარი მისთვის არ არსებობდა, თუ კი ის ახსოვდათ თავის მოსწავლეებს. და იცი რა არის, რაღაცა ძალიან რბილი ადამიანი იყო და ფიზიკა მართალია ვერ შემაყვარა ვერანაირად, მაგრამ ეცადა ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ არა მე სხვა ტიპი ვიყავი აბსოლუტურად და ფიზიკას გაგონება არ მიდოდა, მაგრამ ჩემმა ფიზიკის მკაცრმა მასწავლებელმა ერთხელ შემაქო და დედაჩემს უთხრა რომ ყოჩაღი გოგოა, კარგად იცის გადაწერაო. ანუ ვიღაცისგან გადავწერე საკონტროლო იყო თუ რაღაცა იყო და კარგად იცის გადაწერაო და ჩათვალა რომ ესეც არ არის პატარა ამბავი. იქი უნდა მაგასაც რას ლაპარაკობ, მაგის ოსტატი ვიყავი რა. აბა რა შპარგალკები, ეს გარბოშკები, როგორ გეკადრება ეს გადაკეცვები და ხელში რო გედოდა ამას შპარგალკას ხმარობდი, ვიყავი ფოკუსნიკ, ვაქრობდი, საოცრად, აბა აი იმას მისაღებ გამოცდებზე მახსოვს ქართულის გამოცდა გვაქვს და ჩემი მე ნინო სუხიშვილი წინა წელს ჩააბარა ნინომ აკადემიაში ნანიუმ და მეო მაქო კარგი ჟილეტიო. ეს არსად არ მომიყოლია სხვათა შორის და ესეთი როგორ გითხრა ძალიან დაგებული ჟილეტები იყო ესეთ ოთხკუთხედების წოგნის ეძახიან რა რუსულ სიტყვას ვიხმარ რა და ეს ქონდა ნანუს ესეთი პიჯაკი რომ გამოწევდი აი ამ იმეებში კუბიკებში სულ იდო სხვადასხვა თემები ავტორები მთელ იმაზე იყო განლაგებული საათის ბარიგებილი ქუჩაში რო მე ცოტა ვიწრო მქონდა მართალია ეს პიჯაკი მაგრამ მაინც ჩავე ie რაღაცნაირად და ასე ხელები მაქვს რა ქვია შემოხვეული და რაღაცა შემხვდა და გადავშალე ისა რა ქვია ამოვიღე ისა და შვენივრად კარგად ხოშიანად გადავწერე და ნიშანით შვენიერი მივიღე ასე რომ გადაწერაში მეც კაი ოსტატი ვიყავ აბა ყველაფერს ხوارი საუბრიდი ხო კაცი რა ყველა საგანში რო ხუთი იყო ნუ რა არა ხო მე ბოლო წლებში აურია ძალიან სწავლას თავიდან კაი მოსწავლე ვიყავი სხვათა შორის არ ამიშავდა და მათემატიკა მიყვარდა სხვათა შორის. ხო. მიყვარდა ალგებრა, გეომეტრია, აი ძალიან ჩართული ვიყავი ამაში და მასწავლებელს უკვირდა, იმიტომ რომ ვერ იჯერებდა, რომ შენო ესეთი ტიპი ხარ, რაღაც არ გაინტერესებდა, რატომ გიყვარს მათემატიკა? დამრიგებელი მეკითხებოდა. რა ვიცი, მიყვარდა მათემატიკა და მომწონდა. ბებია, რაც ხალ კვარჩხიაო რო იძახდა? ბებია, ხო, ჩემზე იძახდა, რომ კვარჩხი ბაღანაა ესო. ანუ კვარჩხი არის უღმართი. ხო, უღმართი, მაყვალაკი, იმერულად ასეა. მაყვალაკი, მაყვარანცხი. მაყვარანცხი ხო ხო კვარჩხი ბაღანარე თენა კვარჩხი მაგრამ ჭგირძღაბი რა კარგი არისო რა მოვწონდი მაგრამ ხო ცოტა უცნაურიაო რა რაღაცა ეუცნაურებოდა ჩემი ის იმიტომ რომ მე ოთახში შევიკეტებოდი არავინ არ შემოხვიდეთ შევიტანდი იქ მუსიკას ტანსაცმელებს რაღაცა ხმები გამოდიოდა და ბებია ჩემი ვერ ხვდებოდა რა ნუ ჩადიოდი იქ საბეგრილოში არა ბებიაც ხო ჩამოდიოდა და ამიტომ რომ ვიკეტებოდი ოთახში და იქიდან ხმები გამოდიოდა ის რა ქვია მონოლოგების მე ბავშვობიდან მონოლოგებს კითხულობდი და ვერ ხვდებოდა რა იყო ეს იმიტომ რომ მე არ ვამბობდი ამას მე იქ რას ვაკეთებ და ამიტომ იძახდა რომ რაღაცა უცნაურია ეს ხდება ზუგდიდით თქვენ ზუგდიდ წარმოშობით ზუგდიდ მაგრამ ეს ხდება თბილისში ბებია ჩემი რომ ჩამოდიოდა მე ისე კუთხე ზუგდიდ შიქალაკი თუ შიქალაკში ჩვენ გვაქვს სახლი და ზაფხულობით ჩავდივარ მეორე ბებიაც იქ მუშაობდა მეორე ბებია იყო ქირურგი თელ ზუგდიდში ძალიან ცნობილი ქალი იყო მე იქ ზუგდიდში დღემდე მე ვარ ქეთო ხუხუნის შვილიშვილი მე ესე აღმიქვამე დედი დამაბით მარგალი ხარ აბა აუ შენგენას აგოლივაკი ხო აბა ხო და ეს რა ქვია და ძალიან კარგად მესმის ამიტომ მეგრული ვლაპარაკობ მით უმეტეს თუ ჩავდივარ რამოდენიმე დღეში უკვე
მე სამარცხვინო ვარ, აი სამარცხვინო მეგრელი ვარ, იმიტომ რომ არ მაქვს კუთხე. მეგრულს ასწავლის დედა არ მყავს მეგრელი. დედა ზესტაფონელი. აი ხა მაგალითად ჩვენ ორივე მეგრელები ვართ. მე მაგალითად ჩისტაკროვკა მეგრელები მყავს რა. იმიტომ რომ ცოლის მეგრელი მყავს, მეტონას მეგრელი ვარ წარმოშობით, მაგრამ სულ ეგმეს მისდან არა, ონჯღორე ვაიჩქუნო, მუჭოვაგიჩქუ მარგალური. აი მეგრელებისგან სულ ესმეს მისდა. ეხლა მამა არ მასწავლიდა, გადიოდა მამა არ გასწავლის მეგრულს. მეგრულს გასწავლის სოფელი და დედა. მეგრელი ხონებული ბეგალიშვილი ისე ლაპარაკობდა ბეგალიშვილი ისე ლაპარაკობდა ჩარკავა და ზურა მაგრამ ზურაზე არ იყო დედა ყავდა მეგრელი ჩხარკავა ზურას ყავდა ძალიან კარგი დედა არაჩვეულებრივი ჩვენ ერთ ფილმში ვითამაშეთ ერთ კი ბატონო მე ესეთი სცენა იყო რომ ის მოხუცებულია უკვე და მე ძალი ვარ და ვაბანავებ მას ეს ძალიან კარგი სცენა იყო ფილმში გაიღიმეთ არის ესეთი ფილმი და მეგრულად წავიდა ეს მთელი სცენა რეჟისორი აზრზე არ იყო მეგრულად რას ლაპარაკობ თუ არ ვიცი მე თქვი ნუ გეშინია ცუც არაფერს არ ვიტყვით და შენ მითხარი აი რაღაცა მომეც დაახლოებით რა ფრაზები უთხრა და იმან მითხრა და მე გადავთარგმნა და აბსოლუტური იმპროვიზაცია გამოვიდა ის მე ის გავაკეთე რასაც ხედავდი მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში ბებიასთან დედაჩემის დამოკიდებულებას დედას ეძახდა მაგალითად დედამთის დედაჩემი დედას ეძახდა იმიტომ რომ ეს რაღაც ესეთი ტრადიცია ისე იყო მიღებული ხო და საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ ძალდედამთს აი მართლა სამაგალითო და მეც ხო აი ამიტომ მეც რომ ჩემი რძალი მყავს მე სულ ეს ჩარჩენილი მაქვს ეს რომ აი ჩემი რძალი ჩემსთან არის როგორც შვილი ისე მივიღე ჩემი რძალი იმიტომ რომ მე სულ მინდოდა გოგოშვილი და მყავს უცებ ასე გამზადებული შვილი მოვიდა ჩემთან და აი მახსოვს ეს და აი ვეცადე კი არ ვეცადე აი თავისთავად ყვა სისხლშია რომ აი რაღაცა სხვანაირ დამოკიდებულება მაქვს ჩემ რძალთან იმიტომ რომ ხედავდი ბებია როგორ ეფერებოდა დედაჩემს და როგორ შვილად აღიქვამდა და საკმაოდ კრიტიკული იყო თავისი შვილის მიმართ და სულ იდგა დედაჩემის მხარეზე და ეს იყო ნამდვილად ესეთი კარგი მაგალითი ჩვენთვის ბალერინობა აი ბალერინობა რო გიდოდა და თან რო იყავი პუტკუნა იმასთან დაკავშირებით გითხარი ერთი-ორი სიტყვა. ბალერინობა ძალიან მინდოდა, იმდენად მინდოდა რომ აი მაგრამ ვერ ვთმობდი საჭმელს. აი შოკოლადს მაგალითად გულგრილად ვერ უყურებდი და ამიტომ ნუ იცი რა არის თან ხო არის ბავშვი დაიბადება შეიძლება შოკოლადის ჭამოს, ისიც ჭამოს, მაგრამ იყოს გამხდარი, ხო არის? მე ეთყობა ბავშვობიდან დაჩაგრული ვიყავ, მიდრეკილება მქონდა და ამიტომ ნუ უნდა ამომერჩია არჩევანის წინაშე ვიდექი და ვერ ვთმობდი. თუმცა რო შევჭამდი შოკოლადს, მე შევიდოდი ჩემ ოთახში და იქ ვცეკვავდი. და მახსოვს ჩვენი ახლობლები იყვნენ და იმ ოჯახში რომ მივდიოდი სტუმრად, იქ იყო აი დღემდე მახსოვს ის მწიგნის ვიზუალი. ესეთი დიდი წიგნი იყო, შინდისფერი ის ქონდა, შინდისფერი იყო თვითონ წიგნი, გადაკრული იყო და აი ხელის შეხებაც მახსოვს იმ წიგნთან, როგორი ხავიანი ზედაპირი ქონდა. ეს წიგნი იყო ბალეტზე. დიდი წიგნი ბალეტზე და არაფერი მე სიამოვნებით მივდიოდი იმ ოჯახში, ოღონდ არ ვერეოდი არაფერში, დავჯდებოდი და ამ წიგნს ფურცლავდი, საათობით უყურებდი ბალერინების ფოტოებს, არაჩვეულებრივი კაი ფოტოები იყო. ვინმე იყო ბოცეკვავი? რატო? არავინ არ ყოფილა. არა, ნუ არავინ არ ყოფილა. აი რაღაც ტელევიზიაში დაინახე, რაღაცა არ ვიცი საიდან მოხდა. მახსოვს რომ ეს წიგნი, აი სადღაც ალბათ 3-4 წლის ვიყავი, რომ ეს წიგნი ჩემთვის გახდა აი ალბათ ოპერაში დაყავდით, ალბათ რაღაც ოპერაში, რაღაცა ბალეტზე. იცი, მანამ ოპერაში წამეყვანდნენ, მანამდე მე უკვე მიყვარდა ბალეტი. რა უცნაური. და იმდენი ფურცლე ეს წიგნი, რომ ბოლოს მაჩუქეს. იმიტომ რომ ნუ ხვდებოდნენ, რომ ბავშვი მოდის და ზის ამ წიგნთან და ასე წემლიანი თვალები დათვალიერებს და მაჩუქეს. და ეს წიგნი ჩვენი სახლი დაიწვა და ეს წიგნი შენახული იყო, აი როგორ გითხრა, სამუზეუმო ექსპო, იმიტომ რომ დაფლეთილი იყო უკვე იმის თვალიერების, შეითვალიერების. და არა მარტო ჩემი თვალიერებისგან, ვინც მოდიოდა და ჩემი ბავშვები, მეგობრები თუ სტუმრები, ყველას ვაჩვენებდი აი ამ წიგნს და ვათვალიერებინებდი, დიდი ხანი ფოტოზე ვეუბნებოდი, აი დააკვირდით, ნახე როგორი არახსნა და ეს წიგნი იყო ჩემი საყვარელი ნივთი, ერთ-ერთი წიგნი ბალეტზე. მაგრამ რა თქმა უნდა, არავის თავში არ მოსვლია აზრად, რომ მე ბალეტზე მივიყვანე, იმიტომ რომ მე ძალიან ნუ მეოთხე კლასში უნდა მიიყვანეთ, ეხლა მეოთხეში და შეიძლება უფრო ადრეც, მაგრამ ნუ არ გამოვიდა. არა, მეოთხედან არ არის, ქორეოგრაფიული იყო მეოთხედან. თუ მახსოვს რომ მე ქორეოგრაფიული. იმიტომ რომ ჩემი და იყო ბალერინა, კაცო, ჩემი და დოდო. ქორეოგრაფია შეგვიშვებდა ეს სუკამ ბავშვს, არა. გახჭყინებული გოგო იყო ჩემი და წარმოიგი და აკა დოდოზე ვინმე იტყვის რომ ბალერინა დღეს რო შეხედავ დოდოზე გაფიცებ ყველაფერს.
არა, მე იმაზეც იყო რომ კერდი გაეზარდა. და მესე კლასიდან გამოუშვეს, უკვე აღარ შეიძლებოდა რა. აი რა არის, რამდენი ის უნდა? რამდენი რამე უნდა ეს. არა, მე ვთვლი რომ გადარჩენილი ვარ, იმიტომ რომ ჯერ ერთ ეხლა უკვე სამსახური აღარ მექნებოდა და სახიობს კი მაქვს სიბერემდე შეგვიძლია. სანამ ლაპარაკი შეგვიძლია, სანამ ასეთი შეგვიძლია ითამაშო და ესე იდაპალაკოს. რა პრობლემაა? მოხუცებსაც ვითამაშოთ სიამოვნები. და გაკავებს მაინც რაღაცა ეგეც მოგწევს რა. და სხვა მოხუცების თამაშზე გიждები. ჰელადოსი იყო ესეთი სპექტაკლი, სადაც თამაშობდი ჰელადოსი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით არის ეს სპექტაკლი. დადგა გოგა პიპინაშვილი თავის სტუდიასთან. და მე და გოგა თამაშობდით დიდები, დანჩენი ბავშვები თამაშობდნენ. იყო ჰელადოსი, მებრძოლი ილიკო ილარიონ, რამოდენიმე მოთხრობა იყო შეკრებილი რა და ერთ-ერთი სცენა მქონდა მე ჯოკონ და მასწავლებელი და ზაბლონა მასწავლებლის მიქსი იყო რა. აი ეს გაერთიანებული იყო და მოკლედ ეს სცენა არის სკოლაში და თამაშობ გურულ ქალს, უკვე კარგად მოხუცებულს და ნუ მოკლედ კარგი გამოვიდა რა ეს სცენა მე მიყვარს ძალიან და ეს როლი რაღაცა ძალიან შემიყვარდა. აი ეს თუ ჩვენ ვთამაშობთ ხოლმე ხა თუმანიშვილის თეატრში ვთამაშობთ ხოლმე. მაგ სპექტაკლს? კი. ხო, მაგრამ იცი რა ბავშვები რო იზრდებიან, ეს თაობა რო მიდის, ხო? ისინი მიდი ახალი მოდის, მე ახალები უნდა შეიყვანო და ხან პაუზდება ეს სპექტაკლი და ესე დიდი ინტერვალებით ვთამაშობთ ხოლმე. ხო და მახსოვს რომ ეს რო ვითამაშე, მე რაღაცა ინტერვიუ იყო, რატომღაც ჩემი შვილი მოითხოვეს, რომ აი თქვენ შვილთან ერთად უნდა მოხვიდოთ, ჩემი შვილი სულ ძალით წავიყვანე უფროსი და იჯდა იქ მაშინ რა ქვია სტუდიაში ასე მუნჯად და ბოლოს ნუ კითხა წამყვანმა რომ შენი დედიკოსიო რომელი როლი მოგწონს ყველაზე მეტად და უცებ ბებერი მასწავლებელი ეს ხო დიდი ხსინანდელი ამბავია მე გულზე შემომეყარა მაგრამ მართლა თუ ბავშვს რომ მოეწონა ესე იგი თუ მივხვდი რომ ესე იგი შედგა ეს ბებერი მასწავლებელი და ძალიან კარგია მოხუცებულის თამაში არაჩვეულებრივია ძალიან კარგი საბიჯის ოსეკობდეს დავდიოდი ხო დავდიოდი მართლა კი დავდიოდი როგორ გითხრა რა როგორი იმის ამბით მიმიღეს იქ აი ვერ გეტყვი აი ნუ რა თქმა უნდა არა ყველა იმაშებოდა რომ თავს იკავებდა ჩემს მიღებაზე სწორედ ჩემი წონის გამო მაგრამ ნუ დედა შემოხდა რომ ბავშვი ისე უყვარს ცეკვავ რომ აი რა საათმე იქ დადგებაო რაღაცა მაინც ასწავლეთო და ნუ მიმიღეს რა დიდი პროტექციის ხარი მიცი მოკლედ დავდექი ხა და ჩა ვალსი ყველაფერი ავითვისე ძალიან ჩემთვის გემრიელად ცეკვავდი ჩემჭიას ვახარებდი მაგრამ როდესაც მოდიოდი რომ აი კონცერტსაც აწყობდნენ პარტნიორები არ ყავდა პარტნიორები ფულობის გამო არავის არ უნდოდა ჩემთან ცეკვა იმიტომ რომ აი ესე მიყურებდნენ ბიჭები რომ ანუ არა ისინი გვინდა და ნუ რა თქმა უნდა ხა მე ამასაც შეგუებული ვიყავი მართალ ეკიპტიროდი მაგრამ რომ მოვდიოდი იქ არ ვიმჩნევდი ამას და ვიდექი და მარტო ცეკვავდი და ბოლოს მასწავლებელს მას თქვა სოდაა ეს ბავშვი კარგად ცეკვავს და მე ვიცეკვებ ამასთანო და დღესაც მახსოვს ის ორი მასწავლებელი პედაგოგი ყავდა ერთი უფრო ასაკოვანი და ერთი უფრო ახალგაზრდა და მახსოვს ის ახალგაზრდა ბიჭი როგორ ცეკვავდა ჩემთან და აი როგორ გითხრა აი თანაგრძნობით სიყვარულით და აი დღესაც აი მადლობელი ვარ იმ ადამიანის რაღაცა თავში წმენა აი რაღაცნაირად შევიცვალე მაშინ იმიტომ რომ ჯერ ერთი უკვე ვფიქრობდი რომ ჩემთან თლათ მასწავლებელი გენაცვალე არავის არ გინდა ჩემთან ცეკვა და აგერ თლათ მასწავლებელი შეცეკვავ ჩემთან ერთად თქო და მაგრამ კონცერტებზე მაინც არ გავდიოდი ჯაპანი იმიტომ რომ ნუ არ ესეთი წესი იყო რომ უნდა ყოფილიყო მოცეკვავი უნდა იყოს გამხდარი და მოძრავი ვიყავ მაგრამ გამხდარი არ ვიყავი და დავდროს უგონე ხო ერთი არ მახ გვარი არ მახსოვს ტანგოს ეკავს რამსისკია იცი კაცი დამავიწყდა გვარი ეხა ვერ მიხსენებ იმის გვარს ნუ გენიალური მოცეკვავია რა ტანგოს შემსრულებელია არაჩვეულებრივი ცნობილი აი ძალიან სუკანია აი რაღაც სპილოსავანკოპობა იცი რა არის ახლა სპილოსავან მართლა ესთეტიური დიდად ხარ როდესაც იცი როგორი აი გადის როგორ ქალებთან ცეკვავს იცი რომ მათრახი ქალები ყავს სულ რა პარტნიორები ხო მაგრამ მაინც თვლი რომ ზედმეტი წონა ხო მაგრამ საოცრად ცეკვავებაშიც ესთეტიურადაც რაღაცა ისეთი მამუკა გიგალეიშვილი არ გახსოვს რადაირი ყოჩები რადაირი პლასტიკური ყოჩები სასწაული იყო რა კაცი მამუკა ხო ვებს აკეთებდა შპაგატზე რო ჯდებოდა შპაგატის გარდა
აი როგორი კლასიკური, ძალიან მოძრავი. არაჩვეულებელი. როგორ ეხა მამუკა გამახსენე და ძალიან ხო, კოსმონავტების არა, როგორ ამ ფორმაში როგორ ჩადეკი, მაინტერესებს. მითხარი იქნება რამე მეშველოს. აი დაფიცებულ დაგიდებული მაქვს, თუ არ გავხდე მეთქი, უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო რა. ჯაპან რა გინდა ის კოსმონავტების დიეტა გამოვიარე რა გინდა. არ დიდი ხანია უკვე შენ აღარც მახსოვ ხარ ისა. პირველ კურსზე რაღაცა ცოტა პირველ კურსზე მონიკა კაჭარავამ რომ იდა ნაკავოატეპა ხოჟა. ხო ეს რომ მითხრა ძალიან ვინერვიული. Как хорошо танцуешь, а такая, ну, полная, это легко говоря, если митхра. კი აღარ მახსოვს, როდის დაიკერი რა? კი აღარ. მაშინ მონიკა კაჭარავამ დამაკლებინა. მე ეგრევე დავიწყე კოსმონავტის დიეტა. კოსმონავტის დიეტა იყო 14 მე შემსუქარი აღარ მახსოვ ხარ, ეხლა როგორ გიცი? ძალიან კარგი, არა, მშობიარობის ვერ ვიყავი. კოსმონავტების დიეტა არსებობს. კოსმონავტის დიეტა მაშინ არსებობდა და როგორ იყო? რა არის, წუპიკებს ვამდი ის უჭამდა. არა, უბრალოდ ძალიან ესე იყო და ცოტა იყო ჭამა და მახსოვს რომ ბოლო დღე იყო 200 გრამი შოკოლადი. ნუ თუ მიაღწევდი მე ბოლო დღემდე, მაშინ შეჭამდი იმ შოკოლადს, იმიტომ რომ მაშინ ალბათ უკვე სიკვდილის პირას იყავი და რაცხა შოკოლადს უნდა გეჭამა, რა ვიცი, ძალიან მძიმე იყო. ხო, შოკოლადი გიყვარდა თან. შოკოლადი ძალიან მიყვარდა, ხო, მაგრამ ახლა რაღაცა საჭმელის მიყვარდა. ხო, და ისა ინსტიტუტი. მივედით ახლა ის. რატო აი როგორ გადა თან ვიცი რომ წინააღმდეგები იყოდნენ ახლა ოჯახში რომ მამა ჩემი იყო წინააღმდეგი რომ ვერ რა უნდოდა რომ გამოსულიყავი რა აი რამე გახსოვს ეს არის ესე კონკრეტულად არ უნდოდა მაგრამ არიცოდა მაგრამ სახიობობა ხო აი ვერ წარმოედგენ დეჩემა იცოდა იმიტომ რომ ხედავდა მე რა დღეშიც ვიყავი და რეებს გამდი და რეებს ვაკეთებდი ცეკვავდი იმაში და იცი როდის გაუჩნდა ეჭვი მამაჩემს როცა დავიწყე იმიტაციების კეთება ადამიანების თქვათ აი რაღაც პაროდიების კეთება აი იქ უკვე რაღაცას მიხვდა იმიტომ რომ ამას ვაკეთებდი ძალიან სერიოზულად და თან თითქმის ყველა ადამიანის ის შემეძლო რა. აი ნუ თუ ქონდა რამე ჩასაჭირი, ყველას ვაკეთებდი და მე ნიჭია ის ფოტოშორის. ცალკე ნიჭია ეგა. არ გეგონოს, მე ყველა მსახიობს არ შევიდე. კი, ეს ცალკე ნიჭია, რა პაროდია. მუშაობს, კი, როგორ არა. ხო და მე უკვე მამაჩემს მეგობრები რომ მოდიოდნენ, აბა ნან, მიდი რა ის გააკეთე და ვაკეთებინებდნენ ამას და იცინოდნენ, იყო ტაშის ყრა ერთი ამბავით, მამაჩემი ნუ ამას უსმენდა, თვითონაც იცინოდა, მაგრამ აი იქ რაღაცას მიხვდა, მაგრამ ბოლომდე არ დაუშვა ეს ამბავი, რომ მეშრომ მსახიობი გამოსულიყავი და როდესაც მისაღებზე წავედი პირველ ტურზე, გავედი პირველ ტურში, ხო. პირველ ტურში გავედი, მეორე ტურში გავედი, მესამე ტურში 5-იანი მივიღე ჯაპან აი გიზო იყვანს. გიზო იყვანს, მაგრამ არ იჯდა გამოცდაზე. იმიტომ რომ ჯგუფს იყვანდა, ესეთი წესი იყო. მაშინ მიშა თუმანიშვილი იჯდა. ნუ ბევრი იჯდა მაშინ ხო. 5-იანი რომ მივიღე, მოვედი და მამაჩემს ვთხარი, რომ აი მეთქი მამა, მსახიობის ოსტატობაში 5-იანი მივიღე მეთქი და ჩაბარეო შენ ეს ხო ივლისში იყო ეს გამოცდები და ის კიდე ტურები ივნისში იყო. ივნისის ბოლოდან იწყება. ივნისის ბოლოდან იწყება. ხო და მაშინ უკვე მიხვდა რომ ნუ უკვე всё მორჩა ბავშვს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს და მე რაც შეეძლო მეხმარებოდა ყველანაირად ხარში მედგა ბოლომდე და პირიქით ძალიან მოწონდა ეს. იცი რატო ხედავდა იმას რომ მე ეს მიყვარს, მე ეს მინდა და გამომდის ასე თუ ისე და თან კარგ ჯგუფში აღმოჩნდი. ჩემი ორი კლასელი ჩემ ჯგუფში იყო და იმდენად შინაური სიტუაცია. ერთი ნინიძე, მერაბნინიძე. ერთი მერაბნინიძე და მეორე ქეთი ჩხეიძე. ორივე შენი კლასელი იყო, კლასელები. პირველ სკოლაში. სკოლის მერხიდან წამოვედით და პირველ კლასიდან ერთად ახარ, ხო? არა, პირველ კლასიდან ერთად არა ვართ, მე შევუერთი მაგათ კლასს, მაგრამ პარალელურ კლასელები ვიყავით და მე ბოლოს უკვე რამოდენიმე წელი ერთად ვიყავით და ერთად ჩააბარეთ, სამი ადამიანი მოკვდით და სამივე ერთად გავედით პირველ ტურში მე, ქეთი და მერაბი გავედით, პირველი სამეული იყო, არ ვიცი, შეარჩიეს თუ ესე დაემთხო და აი ეს პირველი სამეული ხო და არა საერთოდ ცნობილი ესეთი ჯგუფია ახლა მე ეგეთი ჯგუფი ჩვენ მაგალითად ახლა რომ ჩავაბარეთ ხო 18 კაციდან დავშით დაახლოებით 4 ადამიანით ალბათ ვიც გავყებით ბოლომდე აი ვიც შემოუჩით ამ პროფესიას რა აღარ არიან საერთოდ დარჩნენ აი ჩვენთან თითქმის ყველა დარჩა პროფესიაში აი ფოტო ვიპოვეთ ახლა განახებენ და მეუნებიან ყუში ჩემი ჩიტი პროდიუსერები აგე აბა გახედე იდე ხო აი ეს არის ჩემი ჯგუფი ხო
მცირე სცენა როცა იყო აივანზე გადავიღეთ ეს ფოტო როგორ მახსოვს აი ეს მისულები ხართ უკვე იმაში დამთავრებული გაქვთ ნათამაშები გვაქვს სპექტაკლები მაჭარაშვილია ეგეთ ბერდო ბატონი ლეონ მერაბი უცნობი პირველ რიგში ბერდო ხო ირაკლი ხო მაგრამ უცნობი მე როგორც თქვენზე დაბლა იყო ერთი კურსი თქვა იცი რა ჩვენ როცა დავდგით სადიპლომო თემიკო ჭიჭინაძე უცნობი და ისა რა ქვია მალხაზი კრიშვილი არა ბერდო ჩემი ჯგუფელი ბერდო შენი ჯგუფელი უბრალოდ ჯარში წაიყვანეს ხო ჯარში წაიყვანეს ბოლო წელი ვერ იყო ჩვენთან ხო მაგრამ რო ჩამოვიდა ჯარიდან გიზომ მოიყვანა და ჩვენ დასში მოკლედ ისევ თამაშობ ჯულია ყავდათ კიდე ქურთის გოგო არის მან მაგრამ მან აღარ არის ჯულია არ არის იმიტომ რომ ჯულია თეატრში აღარ წამოიყვანა გიზომ იმიტომ რომ ხო ნუ ის სხვაგან წავიდა ო მერაბიძე იკაჭოლა იყო ის იყო ხო ისა თარხანმოურავი ხო კი ბატონო ნიკო სად არის ნიკო ნიკოს ხოთაშორის არ ვიცით სად არის იმიტომ რომ ნიკო ლაკაში თამაშობდა ჩემთან მახსოვს რა რაღაც მსგერუდა იქ რა და იმის მერი არ მინახია ოში ნიკო არ ვიცი ავიდა მე მგონი საქართველოსდან მე არ ვიცი მისი ასავალ-დასავალი ნამდვილად არ ვიცით და ესე მოკლედ თელი ჩემი ჯგუფი მაგარი თავისი თელი ჯგუფიც აღიყვანეს და მიგიყვანეს კი ნანუკა ხუსკივაძე ნანა ლორქიფანიძე ნანაც მერე შემოგვემატა მაგრამ მაინც მცირედ ასის წევრად ითვლება ნუკა კაციტაძე ესენი მოკლედ მერე შემოგვემატნენ რა მაგრამ თელი ჯგუფი ძირითადი სასტავი ჩვენი ჯგუფი გიზო გავიხსენოთ გიზო გავიხსენოთ გიზო როგორ სულ მახსოვს გიზო იმიტომ რომ თან ბოლოს მქონდა ბედნიერება მაგასთან ურთიერთობა ბაჟანიშვილში ამა ვითამაშე უარსაბი ვითამაშე მაგასთან მაზნიაშვილში ვითამაშე რამე ბიჭო ჯაპან შენა ხვალ რეპეტიცია მოხვალ ჟირატორ და მოვიდე ვერ გავიგე რა ეგ ვერ კითხავს სხვა ხო შენა ხვალ 11 საათზე რეპეტიცია მოხვალ რატო არ უნდა მოვიდე მეთქი არა ესე პოპულარული ტიპი ხარ შეიძლება არ მოხვიდე აი აგი გიზო გიზო ხო აი ცი როგორ აი აქ რაღაცას ხსნის ხო აი ძალიან მიყვარს იცი დღესაც მიყვარს და დღეს სულ მახსოვს აი ეს მისი ღიმილი მისი აი ეს თავიც ესე რო ქონდა ხოლმე რაღაცა აი ეს ყველაფერი ნაცნობია იცი ტკივილამდე ნაცნობია ეს ადამიანი ჩემს ეს კინოში თამაშობს ბესამე ესეთი ფილმია ნინო ახვლედიანის და იქ ითამაშა და სხვა ძალიან კარგად ეცი რა იცოდა გიზომ ძალიან გემრიელად იცოდა აი გაჩვენებდა რაღაცეებს კარგად კი გადასარევად ნიკო ფაიმე ძალიან სასაცილო იყო ნიკოს აჩვენებდა და ვერაგებინებდა და ის იყო ძალიან სასაცილო და ბოლოს მე თვითონ ავიდოდა სცენაზე იქიდან აჩვენებდა ძალიან კაი კაცი იყო აი როგორ გითხრა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს და არა მარტო ჩემი მთელი ჯგუფის აი პიროვნებებად ჩამოყალიბდა არ მახსოვს ჩვენში რაღაცა წილი გიზო ყველასშია იცი აი რაც ჩვენ ახლა გვაერთიანებს იმდენად რაღაცა ჩადო რომ აი ეს ამბავი გვაერთიანებს სულ წლები გავიდეს ერთმანეთი ვერ ვნახოთ ან დავისაქსოთ ხო აი ის გიზო ჩვენში რაც არის აი ის გვაერთიანებს და რაღაცნაირად რომ ვიკრიბებით ხოლმე ძალიან ხშირად ვიკრიბებით რომ მისი გარდაცვალების დღეს დაბადების დღეს ვიკრიბებით და აი როგორ გითხრა იცი აბსოლუტური შეგრძნება სრულყოფილი შეგრძნება იმისი რომ გიზო არის ჩვენთან იმიტომ რომ იმდენად გაიფარდა ის ჩვენში გესმის რომ მე რომ იკრიბება თითქოს აი რაღაცნაირად რომ მოვალთ ერთად შეიკრიბება და გიზოც არის ჩვენთან და ყველა სხვადასხვის ვისაც არ უნდა ვკითხო თქვენ გუპენებს რა აი არ მქონია ხა მე არ მახსოვს რომ ვინმეს ახლა გიზოზე რაღაცა ისე ეთქვას აი ძალიან სუფთა ადამიანი აი ის კი არა რომ ცუდი ეთქვას აი მორიდებოდა კარგის თქმას ხო შეიძლება რომ აი არ ილაპარაკო რა საერთოდ არ თქვა აი სულ ყველა ესე ლაპარაკობს რატომღაც რა ვიც არ უნდა იყოს როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს რა ხასიათის არ უნდა იყოს რა მიმართულებისა რა პოლიტიკური იმისა რა ქვია რა მნიშვნელობა რა ყველა ისე იყო თავიდანვე რატომღაც გქონდა ამოჩემებული რომ ეგონა რომ პირველი გავთხოვდებოდი რატომღაც ესე ეგონა და ამიტომ ჩემთან იყო ძალიან კაცრი და მაკონტროლებდა და არც უფიქრია ნანუკა ხუსკივაძე რომელიც ერთი ხულიგანკა იყო და აი იცი როგორ იყო პირველ კურსზე და ფეხბურთს თამაშობდა რა ესეთი იყო და უცებ რომ ნანუკა რო გათხოვდა შოქში ჩავარდა ვერაფრით ვერ დაუშვა ეს ამბავი და ნუ მიიღო რა ეკნა მიიღო და პირველი იყო ნანუკა 18 წლის იყო უკვე შვილი ყავდა თითქმის 18-ის კი არა ნუ აი 19-ის ხდებოდა რაღაცა და ეს იყო მისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმა
რო ხო გაუთხოვდა ბავშვი ისე რომ აი პირველ კურსი დახურა და ნანუკა გათხოვდა და მაგრამ ნუ არაფერი ბოლომდე ნანუკა ლამაზისეულს თამაშობდა მაგალითად ფეხმძიმე ხო აი არ გაუცდენი არ შეუშლია ფეხბურთის მაგასთან თამაშები კი კაცო მაგის ცხოვრობდა მაშინ მოდელების სახში ვარაცოზე იქ ხშირად იყო და შიგაეზოში იყო რა იქ და ლევან ანჯაფარიძე იყო ჩემი ახლობელი და ლევანასთან იქ ბევრი პატარა სტადიონის მოედანი იყო და 3-3-ზე ხონდა დამხეცებული და იქ უთამაშია მაგასთან კი თამაშობდა კი ესეთი ჰულიგანი აი ხა რა მაინტერესებს აი ძველი ლეგენდარული საქმეები მქონდა რუსთავის რაღა ვინ უფრო დაგამახსოვრა თავი აი რაღაც აი მქონდა ისეთი ურთიერთობები როლები რაღაცა ამ ჩვენ ლეგენდებთან რავი შვიდკაცა იქ იყო ყველა იქ იყო რამაზი გოგი ამას წინათ ფიქრობდი სწორედ აი მსახიობებიდან ვიტყვი რომ კახი კავსაძე იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი ძალიან საყვარელი აი ძალიან თავდაბალი ძალიან გულიანი გულუხვი თბილი ნიჭიერი გემრი საოცარი პიროვნება იყო და საოცარი მოვლენა იყო მე ძალიან მიყვარდა და ისეთი სიყვარული იცოდა თვითონ რომ გეგონა რომ შენ უყვარდი ყველაზე მეტად ესმის აი ძალიან საოცარი მას მაგრამ კიდე იცი ვინ მინდა ვახსენო ფილმში ვითამაშე თემიკო ჩირგაძესთან ერთად და ამას წინათ ფიქრობდი ზუსტად ვიხსე არ ვიცი რატომაც გამახსენდა თემიკო და ნახე აი თემიკო ხო ვაიმე როგორ მიყვარს რა ფილმია ეს და ეს არის ელდარ შენგელაის ფილმი ექსპრეს ინფორმაცია ნანახი მაგ მარტო და როგორ აი საოცარი არტისტი არტისტი იყო რა ჩვეულებრივი იმპროვიზირებდა ჩვეულებრივად ელდარი შენიშნასაც არ ეუბნებოდა იმიტომ რომ ენდობოდა ძალიან და აბა თემო რა სიტყვი ხა და ამას ვიტყვი რაღაცა სიტყვა მოიგონა ჩემო კეთილო ეს უცებ მოიგონა ეს სიტყვა და ძალიან აი როგორ კაცი დღესასწაული იყო და ძალიან დავმეგობრდი ჩვენ წარმოიდგინე და სულ ეს და თაზოხუციშვილი იყო ამ ფილმის მხატვარი და თამაშობდა კიდეც უბრალოდ ფილმში თამაშობდა არა ძიმაერის თავი იყო მხატვარი და მე გადახევის მერე მომკიდებდნენ ხას თაზო და თემიკო და ხან რესტორანში მივყავდით ხან სადღაც გამასეირნებდნენ და მოკლედ სუფრაზე რას არ ყვებოდნენ რას არ ლაპარაკობდნენ და საოცარი სუფრები იყო ხო და ნუ თემიკო მეხვეწებოდა რომ შენი ქორწილი ოიცოდე შენ ქორწილში მე უნდა ვიყო თამადაო და მოკლედ ისე მოხდა რომ მე მაინდა ჩემი ქორწილი ისე დროს გავთხოვდი რომ 90-იან წლებში რა ის ქორწილი არაფრის ის არ იყო რა სიტუაცია ხო გახსოვს და მოკლედ არ შედგა ჩემი ქორწილი და მე რომ მითხრა არაუშავსო მითხრა შენიო აი იუბილერო იქნებაო თქვენი ჯვრისწერისო ვიქნებიო თამადაო მაგრამ ვერ მიახსია მაგამდე თორე მაგის ხათრით რა კიდე თავიდან გადაიხდი კი ნამდვილად თავიდან როგორ თეატრის მხატვარი პატუცებული შოთა გურჯიძე საოცარი მხატვარი მე ვიტყოდი არაჩვეულებრივი მხატვარი ნიჭიერესი ადამიანი და ჩემი სტუმარიც იყო მზადდებოდა კი მითხრა ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი იმიტომ რომ რაღაც ნიჭიერი კაცია რაღაც საოცარი ისეთი იუმორი აქვს როგორ იცი რაღაცნაირი აი თვითონ რო არ ეცინება თან ეგეთ საოცარი ადამიანები სულ მაოცები ხო ისე იტყვის რაღაცას რომ არ შეიფსებს ხო ყავს კარგად ხო არის კი კარგად არის შენ იცი რომ ეგ თავიდან რომ მივედე უბრალოდ ეგ რომ მოვიდე ჩვენთან თეატრში რა იუმორი და რა საერთოდ არ გველაპარაკებოდა იყო ძალიან ისეთი როგორ გითხრა კოპებს შეკრული ეგეთი ტიპი იყო რა ცოტა ისე ლაპარაკობდა რაღაცა მსახიობებს გეუბნებოდა რომ ისო რა ქვია არაო კაცო რო ვეტყოდით რომ შეიძლება თქვა ჩემი კაბა ცოტა გრძელი იყოს და არა აი ეგრე არ შეიძლება კაცო მე მთლიანობაში ვხედავ ამას და ხა შენ გრძელი გინდა იმას მოკლე უნდა იმაში არვალი უნდა ეს გველაპარაკებოდა კაცო ძალიან და ჩვენ რაღაცა ისე ვიყავით რომ ვინ არის ეს ფიქრობდით რა უნდა ჩვენგან ხუჯუკაცი ხო რაღაცნაირად არ ვეკონტაქტებოდით და მე უკვე ცოტა რომ დათბა ჩვენ შორის ურთიერთობა ძალიან მსახიობები მოდიოდნენ ნანა გეხვეწები უთხარი რომ ამ კაბას აი ცოტა ნაკლებად ამოვჭრი ამ კაბას და სახელო გეხვეწები შენ უთხარი და მე მივდიოდი რომ და ვეუნებოდი უკვე მე გავთამამდი кайკე რომ ცოტა ისეთი ხო ჩავაწყე რამდენივეს და უარს ვეღარ მეუნებოდი და მოლბა მე ცოტა მოლბა მე უკვე აითქვიფა ჩვენთან და ჩვენ დაგვიმეგობრდა და საერთოდ ჩვენი მეგობარი იყო მეგობრობიდან დაიწყო ეს მე თქვა ჩვენი ურთიერთობა რომ გადაიზარდა სხვა რამეში და
თავიდან ძალიან ისეთი იყო და მე უკვე ძალიან გაიხსნა გესმის და ეს იუმორიც და ისიც მე ნუ-ნელა იმას ამოვიდა რა ამ ყველაფერმა თურმე შიგნით ქონია ეს ყველაფერი რას ქვია რა მე შოტიკო მოვიკითხოთ გედაცვალე მე შოტიკო მაგრად იყავი ჯანზე იყავი შემოგევლე შენ არაფერი გაგლია შემოქმედებით ებენ თუ გიგამათია შოტიკოსთან აი შემოქმედებით რაღაცეებზე აი სახში თუ გარეთ თუ გვიკამათი იცი რა არის რაღაცაერად ესე არის რომ კამათამდე არ მიდის საქმე შეიძლება რაღაცა აი ყოველთვის მეკითხება აზერს თქვა აი ძალიან ვთქვათ უხარია ერთსული აქვს როდის მაჩვენებს რამეს რო გააკეთეს ეს ბაქოში ვართ ეს არის ბაქოში გააკეთა სპექტაკლი გააფორმა რომეო და ჯულიეტა და ვიყავით მე ჩავედით იმიტომ რომ ბაქოელებმა მოითხოვეს რომ ნანა ხანუმ ჩამოიყვანეო შოთას უთხრეთ ნანა ხანუმ და მირეკავდნენ იქიდან ბაჩიმონი პრევოზით ვას ნანა ხანუმ და რომ ჩავედი პრემიერაზე ხა კაი რამე გამახსენდა არსად არ მომიყოლია მახსოვს ჩავედი პრემიერაზე და მოკლედ მელოდებიან ერთი ამბავია ყველა მისცის რომ მე ჩამოვედი და გაივსო დარბაზი სხვა შორის ძალიან კაი თეატრია ესეთი აი გასისინებული ახალი სულ ესეთი იმებით კნოპკებით არის ყველაფერი და შევედი ნუ რა თქმა უნდა გამოვეწყვე ჩავიცვი ყვავილი თავში რაღაცა ისა მძივი აქვს რაღაცა გამოვეწყვე და შევდივარ პარტერში და რო შევედი და დავჯექი და გავიხედე და მთელი დარბაზი მიყურებს ნუ ანუ ყველა ვიცოდა რომ მე ჩამოვედი გესმის ეს დიდი პატივი დავდე მათ რომ მე ჩამოვედი ვიცი როგორ შემხვდნენ და მახსოვს რომ თავარი ისორი ძალიან кай ხალი იყო და знаете что მეუბნება вот вы когда пришли вот такое было ощущение как будто вот вся государство пришло кайге да государство мы შევიფერეთ და государство да мы вас очень любим და ნუ ესე უთხარი ხა იმიტომ რომ მართლა ძალიან кай ხალხი იყო და აი ისეთი კარგი სპექტაკლი ითამაშე აი მე მაგალითად აი ვერ წარმომედგინა რომ აზერბაიჯანულ ენაზე მოვისმენდი რომეო და ჯულიეტას აბსოლუტურად თანახაზე პირად ვიცი ხო თქვათ ტექსტი და არაჩვეულებრივი მსახიობები დავხდა აი გოგო ჯულიეტა ისე ითამაშა და მე ვფიქრობდი მე უნდა მოკდებოდა ეს გოგო აი სერიოზულად მოკდებოდა ისე განიცადა ეს ყველაფერი ძალიან კარგი მსახიობები დამხვდნენ აი ძალიან კარგი შემოკარგო ელექტრა იყო პირველი როლი შედი და სად იყო და როგორ იყო ელექტრა არ იყო კლიტემნესტრა ელექტრას ვდგამდით კი ეს იყო პირველი ჩემი როგორ გითხრა როლი ნუ ესე იყო ჩვენ პარალელური ჯგუფი ყავდა რეჟისორები სოჩრის დოდო ანთაძე იყო მათი პედაგოგი და ეს რეჟისორები დგამდნენ ჩვენს ბაზაზე ჩვენ ვიყავით მათი მსახიობები და ერთ-ერთმა რეჟისორმა ზურა სიხარულიძემ დადგა ელექტრა და ნაწყვეტი ხონებული მახსოვს და მე ვთამაშობდი კლიტემნესტრას ეს იყო ჩემი პირველი როლი და სხვათა შორის ეს ინსტიტუტში და სხვათა შორის მამა ჩემი სულ იძახდა რომ მამა პერსონალური ტრაგედიები მოგიხდება შენ რატომაც ესე გადაწყვიტა და რომ უთხარი მამა აი კლიტემნესტრას ვთამაშობდი და ძალიან ბედნიერი იყო იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი როლი და რომ მისი წინასწარმეტყველება ახდა და კმაყოფილი იყო ამით. ისინი გასუდარსტვა რამე გასუდარსტვა ხო აი ესეთი ამბავი იყო გასუდარსტვა. იცი რა არის რაღაცა ამაში თითქოს აი იქ ჩავედი რაღაცა მისია იყო იცი იმიტომ რომ ქართველი რომ აი აი ნაწყვეტსაც გვაძლევენ ხედავ. არა ეს არის მელოდი მომღერალი ქალი. აი ეს მელოდი მომღერალი ქალი. ეს არის სპექტაკლი რომელმაც მე პროფესიაში დამაბრუნა. აჰა, მე მქონდა პერიოდი, როდესაც მე გადავწყვიტე, რომ მოვჩი მსახიობობას. ეს იყო სადღაც აი მეორე შვილი რო გავაჩინე, იქ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა და მაშინ პრინციპში გადაწყვეტილი მქონდა რომ მე აღარ ვიქნები მსახიობი. მაგრამ მოკლედ ზურა გეწაძის ესე იგი დაჟინებულმა, აი როგორ გითხრა, ხუმრობ ხოლმე რომ სუთმებით გამომიყვანა სახლიდან, თქო, იმიტომ რომ არ მიდოდა, აღარ მიდოდა მიბრუნება, ძალიან ისეთი განხიბლვა მქონდა ჩემ პროფესიის. არა თვითონ უშუალოდ პროფესიის, აი არსებობის აი ამ სამყაროში, აი ძალიან განხიბლული ვიყავ, იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელი, შოკის მომგვრელი, დაუჯერებელი ამბები დამეყარა თავს, რომ მე
ვთქვი რომ მე აქ რა მინდა, მე რა თმინდა ისე ვიდგე სცენაზე და რომ ვიცოდე რომ აი მტრები მყავს ირგვლივ, რა თმინდა ეს მე რა. ძალიან კარგად მესმის შენ. ხო, ვიცი რომ გესმის, ვიცი, მაგრამ აიცი რა არის, არასოდეს ღმერთი არც არ დაგტოვებს ისე, იმიტომ რომ როდესაც აუცილებლად ფანჯარა, როდესაც კარები დაიხურება, ფანჯარა გახდა, იმ ფანჯარაში როცა გავედი, მე უცებ აღმოჩნდი ისეთ ხალხში, რომლებმაც აი თითქოს იცოდნენ ეს ჩემი ჭრილობები, ეს ჩემი თქვათ დარდები, ყველაფერი და ყველანი აი ახლა ვისაც უყურებ მელოდ მომღერალ ქალში ეს მსახიობები აი როგორ გითხე თვალებში მიყურებდნენ და რაღაცნაირად აი თითქოს აი ჩემ ჭრილობებს აი რაღაცნაირად აი ამუშავებდნენ და აი რაღაც იმაშებოდა აი მალამოს უსვამდნენ და მადლობელი ვარ ასე რომ არ არის ესე რომ ჩემ სფეროშიც არიან ისეთი ადამიანები და ბევრნი რომლებიც აი გვერდში ამოგიდგებიან და მეგობრობაც მესმის იმიტომ რომ მეგობრებიც მყავს მსახიობები რეჟისორები და პირიქით მე ვთვლი რომ ძალიან ძვირფასია როცა კოლეგასთან მეგობრობ. რა მაინტერესებს ეხლა შენ კონკრეტულად ესე შენ თვითონ არ აგაკ ეხლა რომ აი სახასიათო როლები გირჩევდია დრამაში რაღაც ბანალური კითხვა მართალი კითხვა მაგრამ ხომ არ გაი შემთხვევით ხო არ აგაკ შენ რაღაც მაგალითად აი როგორ როლს აარჩევდი რაღაც შენთვის სასურველი როლები მაინც რომელი უფროა რაღაცა ესეთი ეს კითხვა ბანალურია რა ბებერი მასწავლებელი პასუხი არის ბებერი მასწავლებელი ბებერი მასწავლებელს მოვესწრები კიდე ჯერ ცოტა ხანი მაცადეთ მაგრამ იცი რა ძალიან ხშირად მითამაშია ისეთი როლი რომ თქვათ არც მიოცნებია და რომ მითამაშია ვფიქრობდი რომ ეს ოცნებაზე მეტია გესმის და არ ვფიქრობ მაინც და მაინც მაგრამ ეს რაღაც ამოჩემებული მაქვს ძალიან ვდარდობ ემიგრანტებზე რომლებიც ქართველები წასულები რო არიან საზღვარგარეთ და მუშაობენ ქალები და აი რაღაცა მათი ბედი ძალიან მახელვებს და ძალიან ვდარდობ და აი ყოველთვის ვამბობ რომ აი რაღაცა ისეთი ან სცენარი რო იყოს ან პიესა რაღაცა აი იმათი სატკივარი მინდა აი უფრო თქვათ მოვყვე, ვაჩვენო, იმიტომ რომ ვიცი ბევრი ისტორია მაქვს გაგონილი და სულ მინდა რომ ეს აი მოვყვე ჩემი პროფესიის მეშვეობით ადამიანებს. ნანა, შენ გენაცვალო, ჩემი თავი რეგლამენტია დრო გესმის და მინდა კიდე ორი კითხვა მინდა კიდე დაგისვა. მშვილებზე ერთი-ორი სიტყვა რომ მითხრა, როგორ არის ბინარიან, რას აკეთებენ, რა მოხელი ნაჩალნიკები არიან, რა შვებიან და ისიც იქვე გეტყვი რომ ახალგაზრდებზე რჩევა თუ გაქვს რამე ესეთი რომ ამით დავამთავროთ ჯერ გვაქვს დრო 1-5 წუთი არ არის პრობლემა. ჩემი შვილი უფროსი მხატვარია, მამას კვალზე წავიდა, მამის კვალზე წავიდა, მაგრამ ეს ბახში აღმოაჩინა მისმა მასწავლებელმა, რომ ეს ბავშვი ეს რომელი ბებერი მასწავლებელი ეგა? ხო, შეიძლება ბებერი მასწავლებელი იყო, მაგრამ მიხვდა რომ თომა ამ ბავშვს ძალიან ეს ის რომელმაც ეგ თქვა ბებერი მასწავლებელიო? აი თომა, ხო და აი თომას ნიჭი მოკლედ იქ ბახში აღმოაჩინა მასწავლებელმა, შოთა ამას სერიოზულად არ უყურებდა დიდხანს, იმიტომ რომ ნუ თვითონ კარგად ხატავს, მაგრამ მე უკვე იმდენად გაიზარდა ბავშვი, თვითონ დაიწყო გადასარევად ხატვა, რომ ნუ რა თქმა უნდა წავიდა სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ეხა ის და მისი მეუღლე ერთად მუშაობენ და ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებენ. რაც შეეხება უმცროსმა ჯერ თავისთავი ვერ იპოვა, მართალი გითხრა, გატაცებულია ფოტოგრაფიით და მე ძალიან მიხარია, რომ რაღაცა გატაცება, რაღაცა მისწრაფება აქვს ცხოვრებაში. თორე მინდა გითხრა, რომ საოცარი მონაცემები აქვს, სამსახიობო მონაცემები აქვს ნამდვილად. მე მაგაში არ მეშლება, მაგრამ სურვილი არ აქვს. ხო, ესე და მე ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რომ არ აქვს სურვილი და ზანაც კაი, რა თუნდა. არა, სურვილი არა. არ უნდა ხო, როცა სურვილი გაქვს, მონაცემები გაქვს, ყველაფერი, მაინც რთულია ეს პროფესია. მithumetes ეხა თუ არა გაქვს სურვილი, ძალით ხო არ რას აპირებს? ხო და არ ვიცი, ჯერ რაღაცნაირად ფოტოგრაფიას ძალიან სერიოზულად შეუდგა. რამდენი ის არის? 20-ის და ხელოვნებაცნებაზე ჩააბარა, მაგრამ მე აკადემიური აიღო, გადაწყვიტა რომ ეს არ უნდა და არ ვიცი, ჯერ თავს ეძებს და მე ამ ძებნაში რა თქმა უნდა ვეხმარები და გვერდში ვდგევარ და ახალგაზრდებს რაც შეეხება, იცი რა მინდა უთხრა, რომ აუცილებლად აი იცი რა არის, თუ კი ისინი იპოვიან თავიანთ და ეძებონ. აი რა უყვართ, რა გამოუვათ. და აუცილებლად იპოვენ, როცა ეძებ ყოველთვის პოულობ.
გენაცვალი და ჩემო კარგო ადამიანო უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის დიდი პატივია ყოველთვის შენთან შეხვედრა გადაცემაში თუ არა გადაცემაში ისედაც ყოველთვის მიხარია აი ამას გულით ვამბობ არაფერი არ მაქვს დასამალი ძალიან მიყვარხარ ჩემო კარგო მე მყავდა აგერ მთელი გასუდარსტვა ხალი ესე კი არა ჩემო ბატონო ჟენშინა გასუდარსტვა ჩემო და ვარ ძალიან მოხარული და ძალიან ბედნიერი დიდი მადლობა შემოგევლე ეს იყო რადიო სივრცე 98 და 5 ბატონებო და ქალბატონებო და თქვენი მონამორჩილი ჯაპანა გახდით და იყო ჯაპანას პაპანახება გადაცემა და კიდე ერთი ჩემი მეგობარია გოგი აკელაძე და რო არ თქვა არ შეიძლება თხოვა რომ თელი საქართველოს მომიკითხეო რა საქართველოს გოგი აკელაძე მოკითხვა შემოგითვალათ ერთი მაგრად იყავით თუ ყველა მეც მიყვარხართ და შემოგვიერთდით ხოლმე ხუჩაბათობით და იყავით ჩვენი მეგობარი თუ შეიძლება გიდა YouTube-ზე გიდა Facebook-ზე ჩემს შემდეგ ვებხვაზე ქალბატონი ვებხვაზე ეკა შემოვა ასე რომ არ დავტოვოთ დარჩით ჩვენთან ჩემო ბატონო